ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამ თემაზე და მიუხედავად თავდაპირველი ჩვენი წარმოდგენისა იმის შესახებ, რომ რაღაცნაირად თითქოს ესე იგი ჩვენი კონკრეტულად ამ 4 ადამიანის საქმე კონკრეტულად ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ გაგვაჩნია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სინამდვილეში აი ასეთ ხალხს ასეთ მდგომარეობაში, როგორც აი ჩემი აზრით დასუსტებული ქართული ოცნება, ტყუილებით და ალოგიკური ნაბიჯებით ძალიან დასუსტებული ოპოზიცია. ერთმანეთს ხვდება და ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ამომრჩეველს, რომ აი ჩვენო მარტო საკრებულოზე გვაქვსო პრეტენზიაო და რატო გვაქვს მარტო საკრებულოზე პრეტენზია? ანუ რატო არ შეგვიძლია ჩვენ რომ ზუსტად იგივე გავაკეთოთ, რასაც ყველა საპარლამენტო არჩევნების წინ ვაკეთებდით. მიუხედავად იმისა, რა ვიცი, რამდენ პროცენტს მივიღებდით. ჩვენ ხო იმას ვლაპარაკობდით, რაც სწორად მიგვაჩნდა. სწორად მიგვაჩნდა იდეის დონეზე იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ზოგადად პრობლემური გვეგონა რა. და ჩვენ აქამდე არ მოგცემია საშუალება, რომ ადგილობრივი დონეზე როგორი წარმოდგენა გვაქვს ჩამოგვეყალიბებინა საჯაროდ. აი ისეთივე რაღაცა პოზიციებით, ან მაგალითად ჩვენი ქალაქი როგორი უნდა იყოს, რასაც ადგილობრივი არჩევნები იდეაში ეხება. და თუ ჩვენ რევოლუციაში არ მონაწილეობთ, ერთნიშნულად სხვა გზა არ არის მონაწილეობთ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც ადგილობრივ ამბებს ეხება რა. ხო და წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვინდა რომ ამ არჩევნებში აი სრული იმით რა ქვია, გირჩის ამომრჩეველს კონდეს აი სრული კარდ ბლანში იმისათვის, რომ მას ზუსტად ესმოდეს, რატომ მიდის არჩევნებზე, ვინ არიან მისი კანდიდატები, ანალოგიურად რა ვიცი, მგონია რომ სანდრო ამბობდა, რომ ერთადერთი პარტია ვართ, ხო? ანუ პარტია ვართ, ანუ ვიღაცა ბელადი კი არ არის, რომელიც ან ასე იტყვის, ან ისე იტყვის. არა, ბევრი ხალხია და ჩვენ პარტიული კამპანია უნდა ვაწარმოოთ იმისათვის, რომ აი როგორც პარტია სრულფასოვნად მომზადებული მივიდეთ არჩევნებამდე. ხო და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ როგორც ნებისმიერ არჩევნებს პარტია ატარებს, ზუსტად ესე პარტიული არჩევნები ჩავატაროთ თბილისში, მინიმუმ. ოღონდ ნახოთ რა თუ რა ეფექტს მიიღებს, შეიძლება სხვაგანაც ჩავატაროთ. რაც ნიშნავს რას? რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა ყველა პოზიციაზე, მათ შორის პრაიმერისი გამართოთ მერობის კანდიდატზე და მერობის კანდიდატურა ჩემი აზრით აი რაღაცნაირად დამაგვირგვინებელია. თუ საჭირო იქნება 10-ვე მაჟორიტარი დავაყენოთ და მოკლედ სრულფასოვნად მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა და თან რაც თავარი აი რეალური პროცესი წამოვიწყოთ იმის რომ აი ხა ჩვენ არასოდეს შეთანხმებული არ ყოფილვართ როგორი ქალაქი წარმოგვიდგენია როგორია საუკეთესო ქალაქი და ის პრინციპები რომლებიც ჩვენი პოზიციებიდან გამომდინარე ზოგადი პოზიციებიდან გამომდინარე გადმოვიტანოთ ქალაქში და ქალაქზეც იგივე გავაკეთოთ ანუ იდეაში დრო დავხარჯოთ სწორი პოზიციის ჩამოყალიბებაში და თუ ქართული ოცნების ამორჩეველი დაინახავს რომ ნაცქოცული ბრძოლა მაინც არ მიმდინარეობს აგერ ბატონო რეალურ პოზიტიურ კამპანიას შევთავაზებთ ქართული ოცნების ამორჩეველს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი რომელიც საერთოდ არ მიდის არჩევნებზე არ უნდა წავიდეს მისი პარტიის გადაწყვეტილებით და თუ მაინც გადაწყვეტს არჩევნებზე უნდა წავიდეს ხო უნდა იცოდეს ვის უნდა მიცეს ხმა და მით უმეტეს ჩვენ თუ ამას რა ვიცით თუ სადმე გვაქვს შანსი რომ ადამიანებს გავაგებინოთ აი ჩვენ როს ვიძახდით რომ ადამიანები დაფიქრდით ადამიანებო ასე თუ ისე ჩვენ ყველაზე კარგი შედეგი მაინც თბილისში გქონდა და იმაში გარდამავალში ხوار მივიღებთ ამის მონაწილეობას ანუ თბილისელებთან გვაქვს შანსი კიდევ ერთხელ რომ ცადოთ დაფიქრდება ეს ხალხი თუ არ დაფიქრდება ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ამომრჩევლის წინაშე პირნათლები ვიქნებით იმიტომ რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ ჩვენ ამომრჩეველს ცოდნოდა რატომ მიდის არჩევნებზე ვის უნდა დაუჭიროს ხარი თითოეულ პოზიციაზე ხოლო დანარჩენი პარტიების ამორჩევლისთვის ახალი წინადადება გვაქვს ფაქტიურად რა ხო და მოკლედ აი ეს არის აი მოკლედ რომ წარმოგადგენინოთ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება როგორ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას და თავარი იქნება რამდენად აი ენთუზიაზმი იქნება მათ შორის ჩვენს ამორჩეველში ამ ყველაფერთან მიმართებაში კარგი შოუ დავდგათ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ვიდრე მერის კანდიდატურის საბოლოო წარდგენის ვადა დადგება თვოსდება 4 სექტემბერს აქ კითხვები იყო და კი მე იაგო და საბო ყველა ვიქნებით პრაიმერიში. ხო არ იქნება პრაიმერიში. მაგრამ სხვასაც ვეძებთ, ანუ იცოცხლათ მაყურებლებს, რომ ჩვენ გვინდა რომ ამბავი გავახუროთ, მაგრამ ზოგადად კარგი იქნებოდა თუ აი ესეთი ადამიანები, რომლებსაც კარგი CV აქვთ, ესე რომ ვთქვათ, ამ საქმისთვის, გამოგვეხმაურებოდნენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად
კარგი იქნებოდა კარგი მერობის კანდიდატი, რომელიც აი რაღაცნაირად არ იყო პოლიტიკაში, აი რაღაცნაირად პირდაპირ გაგებით პოლიტიკაში არ იყო, ნაკლებ ადამიანთან აქვს კონფლიქტური სიტუაციები გადატანილი ამ წლების განმავლობაში და რაღაცნაირად აი შეეძლო რაღაც უარყოფითი რაღაცების არიდება, რაც შეიძლება წამოსულიყო ამ შემთხვევაში პარტიული კანდიდატის მიმართ.